დასრულებულია. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან ხმაურიანი იყო დღეს პარლამენტში ბესო ხარძიანის საქმის განხილვა და აი ასეთ საქმეებს რო უსმენ, აი ეს ძველი ჭრილობები თავს გახსენებს, თუ რა გავიარე ჩვენ და დღეს ბევრი ისე ცოტა სხვანაირად უყურებს იმ პროცესებს, რაც იყო იმ პერიოდში. დღეს რო ყველა სააკაშვილის რეჟიმის განკითხვაში არის და სააკაშვილის მიმართ განცხადებებს აკეთებს, აი ეს ხალხი ჩირგვებში იყო იმ პერიოდში და არ ვიცი, სრულწლოვანებიც იყვნენ, ხმასაც არ იღებდნენ. არსებობს სოციალური ქსელი, კაი მედიაში თუ არ გინდოდა გამოსვლა, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის 95% ვინც არის აი აქტიურ პოლიტიკაში, არავინ არ ჩანდა. საერთოდ არ ჩანდნენ ჰორიზონტზეც. არავინ არ იყო. არ მინე ხა სახელი და გვარების დასახელება თქვენც კარგად იცით. და იმ პერიოდში იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ეს იყო ნამდვილად გმირობის ტოლფასი, იმიტომ რომ ეს იყო არაადამიანური რეჟიმი და ბესო ხარძიანის საქმეც ნათელი დასტურია, იმიტომ რომ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი აი ამ საშინელმა რეჟიმმა გაანადგურა. დღეს იყო განხილვა თეა წულუკიანი და პარლამენტის დეპუტატები და ის კომისია, რომელიც შეიქმნა, საგამოძიებო კომისია, კითხავდა ადვოკატი დაიკითხა უდესიანის ინტერესების დამცველი ადვოკატი აი აღნიშნულ განხილვის დროს, ასევე აქ იქნა დაკითხული ამ საქმესთან დაკავშირებული პირიც, ასევე დაიკითხა ბესო ხარძიანის შვილიც და ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ეს დაკითხვები ცხადყოფს იმას, რომ ამ საქმეებთან გამომდინარე ჩვენ ფიქრობ, რომ მართლაც უფრო სხვა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ ეს ძალა რომელიც მართავდა 9 წელი, აი ის ხალხი, ვინც ამ ძალას ემსახურებოდა, არანაირად არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი კი ბატონო უშუალოდ დანაშაულის ჩადენაში არ იყო უშუალოდ დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ ის იყო იმ რეჟიმის გამправებელი, ის იყო რეჟიმის მსახური. ეხა პარლამენტის დეპუტატი მაგალითად ციხეში არ აწამებდა სიტყვაზე და მაგალითად პარტიის გენერალური დივანი, მაგრამ ის ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს. და ჩვენ ვიცით, რომ ნაცისტური გერმანია გასამართდა ისე, რომ უკლებლივ ყველა მაგო პასუხი. და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, ვინც დღეს ნაცმოძრაობაში არიან, არავითარი მორალური უფლება აქვს, არც პარლამენტში ყოფნის, არც საკრებულოში ყოფნის და არც რაიმე პოლიტიკური თანამდებობების დაკავების მათ გარკვეულწილად მორალური უფლება არ გააჩნიათ. მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ალბათ ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ რომ დავიწყოთ ეს ყველაფერი. საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი მუზეუმი. არსებობს ჩვენი გმირი წინაპრების მუზეუმი, სამამულო ომისში ვინც დაიღუპა, არის ტერიტორიული მთლიანობის ადგენისთვის მებრძოლი ადამიანების მუზეუმი, არსებობს ოკუპაციის მუზეუმი, არსებობს უამრავი გამოჩენილი ქართველის მუზეუმი. როგორ შეიძლება საქართველოში არ იყოს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მუზეუმი? აი ეს არის დიდი სირცხვილი ამ ქვეყნის. ჩვენ 11 წელია ვლაპარაკობთ ამ ნაცისტებზე, ხო? და არ უნდა იყოს მუზეუმი იმისი, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ თუ რა სისასტიკე ჩაიდინეს, არა მარტო ხარძიანის, არამედ თეთრაძის მიმართ, ასევე უამრავი იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ეწამნენ. ზოგიერთი კი ცოცხალი გადაურჩა ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რამდენი ადამიანი დახვრიტეს. ბუტა რობაქიძე, რომელიც
ემსხვერპლა ამ ყველაფერს ვაზაგაშვილი, რომელიც ეწამა ირინა ენუქიძე, უამრავი ადამიანი, რომლებიც ციხეში აწამეს. და მე არ ვიცი, უკვე ზოგი გვარი შეიძლება დავიწყებასაც მიეცეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ყველაფერი, იმიტომ რომ ხვალდაზე გიგივი არ განმეორდეს. და აი აღნიშნულმა საქმემ ცხადყო აი დღეს საინტერესო იყო აი ამ ყველაფრის მოსმენა იქიდან გამომდინარე რომ ბევრს დაავიწყდა ეს ყველაფერი და ბევრს დაავიწყდა ის მაგრამ ბევრმა არც იცის ეხა მომავალმა თაობამ ეს რაღაც გადმოცემით იცის რომ სააკაშვილი იყო ცუდი მაგრამ ის რაც გააკეთა სააკაშვილმა აი ამ თაობამ რომელიც დღეს გამოდის და ჩვენ ევროპისგენ გვინდაო რომ ყვირის ნაცებთან ერთად იმას საერთოდ არაფერი არ იცის ამ პროცესების შესახებ და ზია იმათთან ერთად აი ამ კაცის მკვლელების პარტიასთან და მათ შვილებთან სხვათა შორის იმ აქციებზე აი ამ კაცის მკვლელების აი ამ რეჟიმის სახურთა შვილებიც არიან მოწინავე პოლიციაზე ეხლა არ შვილები არაგებენ რა თქმა უნდა მშობლების გამო პასუხს მაგრამ როდესაც შვილებიც იმ გზაზე დგანან რომ რეამინირება უნდათ მოახდინონ იმ ნაცმოძრაობის აი ეს არის უკვე ძალიან საშიში და საგანგაშო დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ აი ჩვენ ვისაუბრებთ ამ გადაცემაში მეგობრებო აი ამ თემებზე და ჩვენ ასევე გვექნება საუბარი რა თქმა უნდა უშუალოდ იმ პროცესებზეც რომელიც აი ამ განხილვის დროს იყო მე მინდა შემოგთავაზოთ ეხლა სხვათა შორის ფრაგმენტი აი დღევანდელი აი ამ განხილვიდან რომელიც მიმდინარეობდა ხარჯიანის საქმესთან დაკავშირებით. გაგარინის მოედანთან იყო ოფისი, როგორც მივხვდი, ეს იყო ბატონ გიორგი უდესიანის ოფისი. ამ დღეს გავიცანი, იქ იყო ბატონ გიორგი უდესიანი. როგორც მახსოვს, ქალბატონი ალბათ ეს იყო ბატონი ბესო ხარჯიანის და შეიძლება კიდე სხვა პირებიც ამ შეხვედრას შეიძლება ესწრებოდა სხვა პირებიც ეხლა უბრალოდ ვერ ვიხსენებ. გავიცანი ეს ხალხი მითხრეს რომ მეწილე ამ კომპანიის ბატონი ბესო ხარჯიანი იყო საპატიმროში და მას სურდა მინდობილობის წილის გასხვისება და ამასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემა. ხელშეკრულება გაფორმდა მანამდე ადვოკატ მომსახურების შესახებ. ვინ გაგიფორმოთ? მაია ხარჯიანმა როგორც დიახ. გამოიწერა ორდერი ამ ხელშეკრულების საფუძველზე და როგორც გითხარით, მალევე შეიძლება იმ დღეს ან მომდევნო დღეს შევედი, დაურეკე შესაბამის თანამდებობის პირს. ვის? იქედან? დიახ, ვის დაურეკეთ? ჩვეულებრივი წესით შევედი, სხვასთან არავისთან არ დამირეკავს. საუბარი ეხებოდა სურდა თუ არა მე მომსახურება გამეწია მისთვის, უნდა თუ არა ამ მინდობილობის გაცემა. დამიდასტურა, მინდაო, მთხოვა რომ ეს სწრაფად განხორციელებულიყო. ეს სისწრაფე იყო არა მარტო მისი, არამედ იმ ხალხის, ვინც იმ დღეს თუ წინა დღეს გავიცანი, მათი სურვილით. თქვენ ამ მომსახურებაში გადაგიხადეთ ვინმე თანხა? ვინ გადაგიხადათ? ეს არ მახსოვს, მაგრამ კომპანიის ანგარიშზე შევიდა თანხა. რა თანხა მიიღეთ გასამსჯელოს სახით? 1000 თუ 2000 დოლარი. ეს უბრალოდ 2000 დოლარი სამჯერ გლდანში შესვლა პატიმართან სასაუბროდ. რამდენიმე საათი დამეხარჯა ამაში და დიახ. კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ ცრუ ჩვენების თაობაზე. გადაეცით თუ არა ხარჯიანს რაიმე დანაბარები უდესიანისგან? სავარაუდოდ, როგორც მახსოვს, იყო წილის გასხვისების რაღაც კონკრეტულ პირობებზე საუბარი, მაგრამ ეხლა კონკრეტულად რაზე იყო, ამას ნამდვილად ვერ გავიხსენ. ანუ წილი რომ გაესხვისებინა ბატონ ბესოს, ამის სანაცვლოდ თქვათ, რას მიიღებდა, აი ეს იყო რაღაც კონკრეტული გასაგებია. გიქირავეს იმისთვის, რომ შესულიყავით ციხეში მყოფ ბესო ხარჯიანთან და მისთვის გეთქვათ, რომ გიორგი უდესიანის დანაბარებია, რომ წილები უნდა გადააფორმო და პირობებზე გამართეთ საუბარი. ქალბატონია, ამას ვერ დავეთანხმები ამ ფორმულირებას. მაშინ სწორი ფორმულირება თქვენ გააკეთეთ. ჩემი წარმოდგენით მე ვიყავი ბესიკ ხარჯიანის ადვოკატი. ეს გასხვისებისთვის ფული იყო თუ არ იყო, ეს უნდა გახსოვდეთ მე. შეიძლება უძრავი ქონება. ან უძრავი ქონება და ფული არ იყო. აი ეს დეტალები არ მახსოვს. რა ღირებულების ქონება იყო? არ ვიცი ქალბატონთი.
10 ლარი, 2000 დოლარი. თქვენი გასამრჯელო ხო გახსოვთ და წილიც გემახსოვთ? მახსოვს, მაგრამ წილის ღირებულება ნამდვილად არ მახსოვს. მე რომ თქვათ გამეაზრებინა საწყის ეტაპზე სიმძიმე, ხო, რა თქმა უნდა, მე უარს ვიტყოდი ასეთ. თუმცა ჰონორარი მაღალი მიიღეთ და არ ღირს და უარის თქვა. დამერწმუნეთ ეს ჰონორარი, ეს იყო ადეკვატური ამ მომსახურების, რაც გავწიე. თუ ერთი მინდობილობის გაფორმება 2000 დოლარი ჯდება, დავანებოთ სამსახურებს თავი და ვაფორმოთ მინდობილობები. 60 ვიყავი. ბანო დავით, 32 წლის კაცს ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ ციხეში მყოფ ადამიანთან გაგზავნიან, ამას სხვა სიტყვა არ ქვია. გიხდიან ამაში 2000 დოლარს. შეიძლება 1000 იყო. შეიძლება 1000 მითუარესი და თქვენ დიხართ გაჭირვებაში მყოფ ადამიანთან. პლუს იმას ვერ იტყვით სისხლის სამართლის ადვოკატი, რომ თქვენ არ იცოდით ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეში რა ხდებოდა. ამას ვერ იტყვით და იმედი მაქვს არ იტყვით. მიდიხართ ასეთი ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართლის ადვოკატი ციხეში, ხვდებით პატიმარს და ესაუბრებით ისეთი წილის გადაცემაზე, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარი ღირს. ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ რაღაცა სიბინძურესთან გქონდათ საქმე? კალკუნთია, მე იმ ხარისხით რომ შემბაროდა ეჭვი, ასე ვთქვათ, აუცილებლად უარს ვიტყობ. უბრალოდ, მაგრამ მცირე ხარისხით შეგეპარათ. ნუ, ყოველ შემთხვევაში მე ჩავთვალე, რომ ბატონ ბესოს იმ მომენტში სურდა მინდობილობის გაცემა და ეს მისი ნამდვილი ნება იყო. კიდევ ერთხელ სრუჩვენებასთან დაკავშირებით გავფრთხილებთ, არა იმიტომ, რომ გემუქრებით, ეს ასე არ ჩათვალოთ. ჩემთვის არ არის სულ ერთი, თქვენ თავს თქვენ რაც დამართებთ, რაც დამართებთ ის უკვე იმყოფინეთ. ამიტომ გავფრთხილებთ. გავცელდა, ამიტომ სწორად მიპასუხეთ სიმართლე. გავცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ისევე როგორც ეს სხვა საქმეებზე მე სტრასბურგში რომ მუშაობდი, ხშირად შემხედრია ხოლმე, როცა მიგზავნილის ფუნქციას ასრულებდა ადვოკატი. ასეთი ადვოკატები შედიოდნენ ხოლმე ციხეში არასამუშაო საათებში ან უქმე დღეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ხარჯიანის საქმეზეც ასეთი რამ უნდა ყოფილიყო მომხდარი. რას მეტყვით ამასთან და? ინფორმაცია კი არ გავრცელდა, მე ჩვენება მივეცი ამის შესახებ. ხო და დასაწყისში იმით დაიწყეთ, რომ მე ჩვეულებრივ პროცედურას მივყევი. უბრალოდ რამდენიმე ჯილ შევედი. თავიდან ჩვეულებრივ პროცედურას მივყევი. უქმე დღესაც შევედი ჩვეულებრივ რეჟიმში. უბრალოდ უჩვეულო ის იყო, გეტყვით, დამირეკა ბატონმა გიორგი უდესიანმა, ნუ ეს მახსოვს და მითხრა, რომ რაღაც ნუ აი მინდობილობასთან დაკავშირებით შეიძლება ვინ უნდა ყოფილიყო ეს პირი, სასწრაფოდ იყო ბატონ ბესოსთან რაღაცაზე დასალაპარაკებელი. მე უთხარი ვკითხე, რომ უქმე დღე რო არის, თქვათ ეს როგორ იქნება. მან მითხრა ბატონმა გიორგიმ, რომ ნუ ამის პრობლემა არ იქნება. შეხვედრაზე შეგიშვეს იმისთვის, რომ გაგერკვიათ, რამდენად იყო ეს ადამიანი გატეხილი და დათანხმდებოდა თუ არა წილების გადაცემას. არა, მე ესე დასკვნას ვერ გამოვიტანდი. აღმოჩნდით მრავალგზის ნაწამები, ფუქსში ნამყოფი, каранტინის დაშლაში ნამყოფი ნაწამები პატიმრის პირისპირ მეორედ უკვე უკანონოდ მოგახვედრეს ციხეში. აი ეხლა აქ გავაგრძელოთ და რა უთხარით და რა გიპასუხათ. აი კონკრეტულად არ მახსოვს, საუბარი იყო აი ამ მინდობილობაზე ისევ და აი ამ დასრულებაზე, ასე ვთქვათ, მინდობილობის გაცემის პროცესი. ვერ ხვდებოდით, რომ ეს იძულებით იყო, ნებაყოფრობით იყო? იმ მომენტში ვერ გავიაზრებდი ახლა. მაგრამ დათრგუნული რომ იყო, ეს დასკვნა თქვენთვის გააკეთეთ. ნუ გავაკეთე, ახლა იქ პატიმარი ყველა დათრგუნულია ხო? ყველა არ არის, დღეს ჩვენ პატიმარი ვნახეთ, იმას დათრგუნვის არაფერი არ ეტყობოდა. ჩაშუშული ქონდა მიღებული. თქვენ რატომ გაგიჩნდათ სურვილი მოემსახუროთ უცნობ ადამიანს ერთი, პატიმარს მეორე, დათრგუნულს მესამე, იმიტომ რომ თქვენ ვეთქვით, რომ დასკვნა გავაკეთე, რომ დათრგუნული იყო და რომელიც მრავალ მილიონიან ქონებას უფორმებს სხვას. ჩავთვალე, რომ
არ ვარღვევდი ჩემი მხრიდან არაფერს. ახლა თვლით რომ არ არღვევდით დღეს? ეხლა ვთვლი რომ ეს ინფორმაცია რომ ქონოდა მე რაც შემდეგ თვეების განმავლობაში გაჟღერდა, რა თქმა უნდა ამ საქმეში არ ჩავერთვებოდი. ამ საქმის გარდა რომელიმე სხვა საქმეზე მინდობილობის საკითხთან დაკავშირებით თუ ხართ ნამყოფი საპრობილისში. ამ წლების განმავლობაში რომ ეწოდათ ახლა ჩვენ გეკითხებით. ქონდათ თუ არა შემთხვევები საზეიმო ან უქმე დღეებში შესულიყავით ციხეში, ეხლა არ მიპასუხოთ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხებზე, სადაც საათები მოქმედებს და ასე მე არ მქონდა. მაგრამ მინდობილობა ქონიათ. ერთი საქმე იყო ასეთი? მინდობილობასთან დაკავშირებით. კი, აი ამის გარდა კიდე ერთი იყო და მეტი არა? არა, არ მახსოვს. შეიძლება რამდენიმე. შეიძლება რამდენიმე იყო, ხო? იცით რომ მერვე საპრობილე იყო სასაკლაო და ეს იცოდა საქართველოს ყველა მოქალაქემ, არა თუ ადვოკატმა, რომელსაც ხშირად უწევდა იქ შესვლა. აიჭვი არ გაგიჩნდათ კლიენტის ინტერესი სად დაინახეთ? გულწრფელი ხართ როცა ამბობთ კლიენტის ინტერესზე თუ შეკრული იყავით მხარესთან იმ მხარის ინტერესებს ასრულებდით, რომელიც აძალებდა იმას ქონების დათმობას. ვერ მიხვდით ამას? არაუფლებამოსილი პირი გეუბნებათ რომ შეგიშვებენ ბზობა დღეს. ციხეში სადაც არავის არ უშვებენ. რაზე მელაპარაკებით? და ეს არის ინტერესი კლიენტის? არ ვიცი. პირველად გავიგე მაშინ უდესიანის გვარი, იმ დღეს როცა გავიცანი. შეხვდით ბესო ხარძიანს, რამ ეწერა იმ წერილში, რომელიც თქვენ იქიდან გამოიტანეთ? არ ვიცი, მე არ წამიკითხავს. თქვენ შეადგინეთ ეს წერილი თუ პატიმარმა შეადგინა? არ მახსოვს. უნდა გაიხსენოთ. არ მახსოვს. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. მოდით ერთად გავიხსენოთ. ვინ დაწერა ეს წერილი? არ მახსოვს. სავარაუდოდ თვითონ ბატონი ბესოს. მაგრამ არ გახსოვთ. მე არ მახსოვს და არ ვიცოდი რა ეწერა ამ წერილში და სავარაუდოდ არა ჩემი დაწერა. კარგი, თქვენ ეს წერილი წამოიღეთ და გადაეცით ქალბატონ მაიას. ალბათ თუ ქალბატონი მაია მითხრა და ესე მახსოვს, გადავცემდი ქალბატონ მაიას, დიახ. დესიანის მიერ შედგენილი წერილი არ გადაგიციათ ბესო ხარძიანისთვის? არ მახსოვს. თუ აგრძელებთ ხარძიანის საქმეზე მუშაობას და არ არის გამორიცხული რომ დოკუმენტების წარმოდგენა მოგთხოვოთ, მაგალითად იმ ორდერის, რომელიც თქვენ მაია ხარძიანთან გააფორმეთ. თუ დაგუჭირდა თქვენი კვლავ დაძახება და მოწვევა სხდომაზე, რა თქმა უნდა, კვლავ გაგესაუბრებით. კუსტვის საქმეზე ვაწარმოებდით ორ საქმეს. ერთი იყო კუსტვა კალა და კალასში წილების იძულებით დათმობის საქმე, ხოლო მეორე იყო ცესია, ანუ მოთხოვნის უფლების დათმობა. ბესო ხარძიანს ჰქონდა 29%, ვახტანგ კიკაბიძეს 7, გიორგი უდესიანს 9, ოლგა ხიხლოვსკა 15, უკრაინის მოქალაქეა, მარინა მგალობლიშვილი 11, ზაზა გუგავა 10, ეკანონიკაშვილი გახლავთ ბესო ხარძიანის მეუღლე, მას ჰქონდა 7, გიორგი ხარძიანი არის ძმა ბესოსი და მას ჰქონდა 7 და უცხოური ფირმაც იყო Arkenstone Management Limited. ეს არის სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული. ეს საქმე გახლავთ საქმე, სადაც ბესო ხარძიანმა პირველად და უკანასკნელად მოახერხა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. იგი ამ პერიოდში, როგორც ცნობილია, მოკლეს. ბესო ხარძიანმა სასამართლოს განუმარტა და მისცა ახსნა განმარტება, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი ნომერ მერვე სასჯელ ახსოვსრების დაწესებულებაში. რომ ადგილი ჰქონდა, რომ 14 დღე ჯერ კარანტინში ამყოფებდნენ, სცემდნენ აბსურდული მიზეზით, მას საკანში მიუჩინეს, ანუ ჩასვეს მასთან ერთად ვინმე ოლეგ რამიშვილი, რომელმაც შესვლისთანავე დაიწყო ბესოს მიმართ ძალადობა, მას აღვიძებდა მძინარეს, იყო შემთხვევა, რომ თავში ბოთლი ჩაარტყა მძინარეს და გარდა ამისა, ის ეგრეთ წოდებული ნასატკა იყო. იყო ერთი დღე, როცა საკნიდან გაიყვანეს ოლეგ რამიშვილი და იგი დაბრუნდა გაფითრებულიო, ბრძანებდა ბესო ხარძიანი და მითხრაო, რომ ის იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც იყვნენ დათა ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ძმა, აი ასეა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებული და სოსო თოფურიძე. ყველასთან დასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა გიორგი უდესიანს, რომელიც იყო ბესარიან ხარძიანის პარტნიორი და იკითხა, რომ წილები გადაფორმდა. როგორც ჩანს, პასუხი უარყოფითი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, რომ ბესარიან ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, რომ
წილები გადააფორმოს და თუ საჭირო გახდება ისე უნდა ეცემათ რომ გონება დაეკარგათ და გაეუპატიურებინათ. ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული რომ ბესარიონ ხარჯიანმა წერილი გამოატანა, გამოაგზავნა და წერილში მიუთითა რომ არაფერზე წინააღმდეგი არ წახვიდეთ, ყველაფერი გადააფორმეთ. ეს წერილი რომ ნამდვილად ბესო ხარჯიანის არის ყოფილიყო კოდური სიტყვა უნდა ჩაეწერათ წერილში და ამ კოდური სიტყვით ბესო ხარჯიანის ოჯახის წევრები დარწმუნდებოდნენ რომ ეს ნამდვილად ბესო ხარჯიანის მიერ გამოგზავნილი წერილი იყო. მისი მეშვეობით გამოიგზავნა წერილი. თუ არ ვცდები ადვოკატის მეშვეობით, ადვოკატმა გამოიტანა წერილი, იძულება შეიძლება მოდიოდეს უშუალოდ მხარისგან და შეიძლება მოდიოდეს მესამე პირისგან. და აი გია უდესიანი, რომელიც ძალიან აქტიური იყო ამ საკითხში, კი არა, როგორ თქვა, მას მიყავდა ეს საქმე, გახდათ სწორედ ეს მესამე პირი და ამიტომ აი დავას და ეჭვს არაფერი არ იწევდა, რომ კლასიკური მაგალითი იყო იძულებით დადებული ხელშეკრულებებისა და ამის გამო ეს გარიგებები სასამართლომ ბათილացნო. ცნობილია თუ არა, რომ კუსტბის წილები ბესარიონ ხარჯიანს თქვენი ოჯახის წევრმა გიორგი უდესიანმა ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებაში წამების გზით დაათმობინა. არა, ჩემთვის ცნობილი არ არის. რა გზით მოხდა ამ წილების დათმობა ბესარიონ ხარჯიანის ნების საპირისპიროდ? არ ვცდები, ბესარიონ ხარჯიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ მას და სთხოვეს რომ შეესყიდა ეშუამდგომლა უკრაინელ პარტნიორებთან და ეშუამდგომლა იმისთვის რომ ის დარჩენილი წილები შეესყიდათ. 3 ინსტანციის სასამართლო შედგა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის მოცემული გარიგება, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ხარჯიანები პირიქით იქით თხოვდნენ უდესიანს შეესყიდა წილები, იძულებით გარიგებად დახასიათდა, ეს გარიგება აღარ არის ძალაში. გაგებული მაქვს რომ 3 ინსტანცია ის არაფერცებით გააბათილა იყო ის რაღაც მომენტი და ეს წილების რეალიზაცია დაჭირდა, იმიტომ რომ ამას ესწრებოდნენ ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე ისე რა ქვია ჩვენი საერთო ახლობელი. ვინ ესწრებოდა გვარები რომ გითხრათ? დემური ყაოლიანი, კახა ქურასპედიანი, სოსო ლიპარტელიანი. გიორგი ხარჯიანი თუ ყოფილა რომელიმე მსგავს შეხვედრაზე, სადაც თქვენც ასევე ბრძანდებოდით? ერთხელ მახსოვს თითქოს. სად იყო ეს შეხვედრა, სადაც გიორგი ხარჯიანი მონაწილეობდა? ოფისში ვიყავით, თუ არ ვცდები, მგონი თამარაშვილზე. ვისი ოფისი იყო ეს? გიორგის ოფისი იყო. შევედი ოფისში, იქ ვნახე და გამოვედი. გასაგები. მონაწილეობა საუბარში არ მიგიღიათ. არა. დაძაბული იყო ეს საუბარი. არა, არ მიგზნია, არა. როცა უდესიანი და ეს ქურასპედიანი საქართველოში არ იყვნენ, მე მეკონტაქტებოდა. შეხვედრაზე, სადაც გიორგი ხარჯიანი ნახეთ. რა ნახეთ კიდევ? ოფისში ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში. ბატონო ზაზა, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი, რომ ბატონ გიორგი ხარჯიანზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე. ეგ არ ვიცი რა შეხვედრა იყო, უბრალოდ მე გავიგე ამის შესახებ გიორგისგან. ერთმანეთის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მერე დაიძაბა ეს რაღაც არ ვიცი, ალბათ 2 წელიწადში, შეიძლება 13-ში, შეიძლება 14-ში, არ ვიცი, როგორც კი ციხიდან გამოვიდა. ხარჯიანი მაშინ. როდის გახდა კუსტბის კომპანიაში გიორგი უდესიანი ბესარიონ ხარჯიანის პარტნიორი? ვერ გეტყვით, არ მახსოვს წლები, არ მახსოვს. თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ გიორგი უდესიანის დავალებით გლდანის დაწესებულებაში ბესარიონ ხარჯიანს სისტემატურად აწამებდნენ და სთხოვდნენ კუსტბის წილების გიორგი უდესიანზე გადაფორმებას? არა, ჩემთვის არ არის ცნობილი. ერთჩვენიერ დღეს გამოვიდა ბესარიონ ხარჯიანი ციხიდან და აიქ აირია ურთიერთობები. რით ახსნით? რა მოხდა? არა, ნუ მას ხომ ისა რა ქვია, სატელევიზიო გამოსვლები ჰქონდა და ის ბრალსდებდა ის გიორგის ამაში მონაწილეობაში ამ ციხის. თქვენ თავს არიდეთ ძალიან ბევრი კითხვა. იმიტომ რომ თქვენი ხავით ერთ-ერთი უახლოესი გარემოცვის წევრი
უდესიანის იმ ოფისშიც იყავით ხშირად, სადაც ჰქონდათ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და ამიტომ მე გთხოვდით, რომ მაქსიმალურად თქვენ გვიუპასუხოთ ჩვენ კითხვებს. პატიმრობის სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი კითხვაზე პასუხის თავიდან არიდების შემთხვევაში. არ ვიცი, არ მახსოვს. თავიდან არ ვარიდებ, კალბატონია. არა, გაითვალისწინეთ. იმდენი დრო არის გასული, თან მე პენდენციუს სამსახურში ვზივარ და აქ ადამიანს როგორც ისა მეტყველება დავიწროებული და ისა ისი აქ აზროვნებას, ისი აქ ისა მახსოვრობაც. ბადნოზაზა, საკანში ტელევიზორი ხომ არ გაქვთ შემთხვევით? დიახ. გაქვთ? ესე იგი, ბადნოზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის ხორცის რაციონით. თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ. თქვენ თუ საკანში 18 კვადრატულ მეტრში 4 პატიმარი ხართ ჯამში. თუ 9 საათი ხართ ჰაერზე. ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ. რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხო არ იცით? რაც აპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? არა. შეუგინებია? არა. დაურტყამს? არა. უცემი ხართ წიხლებით? არა. უწამები ხართ? არა. ხო, ბესარიონ ხარძიანმა ყველაფერი ეს განიცადა. ამიტომ გაეცით შეკითხვა დაისვა აქ წევრის მიერ კითხვას გაეცით პასუხი. დიახ. ეხლა უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, ეხლა აქ ვინც იკითხებოდა და კიდევ ვინც უნდა დაიკითხოს, არაფერის თქმა არ მინდა, მაგრამ ზოგიერთი კოლეგის შეფასებაც არ მინდა, მაგრამ ერთი ფაქტია. მე ვფიქრობ, ასევე უნდა დადგეს იმ სააკაშვილის რეჟიმის მსახური ადვოკატების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებიც თანამონაწილეები იყვნენ იმ დანაშაულებების, რომლებიც ხდებოდა. თუ ჩვენ ყველაფერს კარგად გამოვიძიებთ, ცხადი გახდება, რომ აქ ამ სისტემაში ბევრმა ისეთმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც გამოძვრენ მშრალად ამ პროცესებიდან. არ დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ნოტარიუსები, ადვოკატები, ეხლა ვიღაცა იტყვის ადვოკატი ინტერესებს გამოხატავდაო და ისაო, მაგრამ იცით რა არის, ის ადვოკატები სხვა რაღაცებში იყვნენ ჩართული. როდესაც წამება მიდიოდა მაგალითად პატიმრისა, ხშირად ამ პროცესებს ადვოკატებიც ესწრებოდნენ და ნოტარიუსებიც ესწრებოდნენ და ისი აწერდა შემდეგ ბრალდებული რაღაც დოკუმენტებს ხელს. ეს ეხლა ყველამ კარგად იცის, მეგობრებო. კარგად ვიცით ყველაფერი როგორ ხდებოდა. და ამიტომ ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული, ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, მაგრამ რა უყოთ, რომ ზოგიერთი პორტირებული ნაციონალი ისეთ სტრუქტურებშია, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უშლიან. აი ესეც არის ერთ-ერთი ასევე საგანგაშო რამ. და თვალსაჩინო აი ძალიან ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო თავად აი ბესო ხარძიანის შვილის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ აი ეს სკამი, რომელზეც მე ვზივარ, ეს არის სიმართლის სკამი, რაღაც და მე მადლობელი ვარ მამაჩემის, რომ მე აი ამ სიმართლის სკამზე ვზივარ და არა საბრალდებო სკამზეო და საბრალდებო სკამზე დღეს ბევრი არის კიდე დასაჯდომი, იმიტომ რომ უამრავს აქვს გასწრილი სისხლი თავისი ბინძური ხელებით. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილის ფორმატში აღჭდომა და ამაზე თქვენს წინაშე საუბარი ძალიან რთულია, ხოლო მეორე მხრივ მე ამაყი ვარ, დავაწეული ვზივარ ამ სკამზე, ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოუნათლავდი და არ ვზივარ საბრალდებო სკამზე. ამისთვის მადლობა მამაჩემს. ძალიან კარგი იქნებოდა თქვენი კოლეგა ოპონენტები, მე მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, რომ
ის ვაჟბატონები და ქალბატონები აი აქ ყოფილიყვნენ დღეს ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, რომ ჩემთვის თვალებში შეეხედა და ჩვენაირი ხალხისთვის, რომლებიც აქ მრავლად მოვლენ, დარწმუნებული ვარ და ბევრი არის ამ ქვეყანაში სამწუხაროდ. ბესო ხარძიანის ისტორია იწყება სადღაც 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილმა, იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა ესე იბარებდა ბიზნესმენებს, რა უნდოდა ეხა ბესო ხარძიანს, ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში ბესო ხარძიანს არ ვიცი, მაგრამ ეს დაიბარეს. პირდაპირ განუცხადეს, რომ კუსტბაზე რომ სიხარ, კუსტბა მოგეხსენება თქვა სიხარ ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის და განუცხადა პირდაპირ რომ უნდა გადაიხადო თანხა. ეს თანხა დაუსახელა $5 მილიონი იყო და მოკლედ, როდესაც გაიაზრა უკვე მამაჩემა რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და დაიწყო ამ თანხების მოძიება. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. ამ კომპანიის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, მაშინ არსებობდა ესეთი კომპანია. იძულებული გახდა რომ კუსტბა ჩაედო ამ კომპანიაში და ამ თანხის გადახდა მოხერხდა. შემდეგ უკვე 2011 წლის 16 ფებრუარს მამაჩემს აჩერებენ ვარაზის ხევში და მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება. 2011 წლის 18 ფებრუარს უკვე შეასახლეს კლდანის მერვე საპყრობილეში, დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი კლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მოგეხსენებათ, ზედმეტ სახელად კილერა, ის იყო ადამიანი, რომელიც ტყუების გარეშე კლავდა ადამიანებს. ამ ზეწოლამ არაფერი ვერ გამოიღო, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ასე თქვა ანადგურებდნენ, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და შემდეგ უკვე მოიფიქრეს ესეთი რამ, რომ დაავალა ალექსანდრე მუხაძემ ამ პატიმრებს, რომ უნდა ეთამაშა ბესო ხარძიანს საკანში, ვითომ ეგრეთ წოდებული მაზიანი მოუგონეს და მოუწყვეს თამაში. ეს თამაში შედგა დიდი ხნის, ასე ვთქვათ, ძალდატანების შემდეგ, იმიტომ რომ ბესო ხარძიანი ამაზე არ თანხმდებოდა. ითამაშეს და ესეთ რამეზე შეთანხმდნენ, რომ როდესაც გავალთ გარეთ თავისუფლებაზე ციხიდან, რესტორანში დავპატიჟებთ ერთმანეთს. ესეთი რამე, ასე ვთქვათ, გაითამაშეს, რომ მოკლედ დაიწყე ხა შენ საუბარი იმაზე, რომ ეს როგორც დაპატიჟება კი არ მოგიგია ამ პატიმარს უთხრეს. მოიგე როგორც რესტორანი, როგორც ობიექტი. ანუ ყველა ფერს შვებოდნენ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, კუსტბამდე მისულიყვნენ. ესე უთხრეს, რომ შენი ეგრეთ წოდებული მაზიანი, ეს მისატანი $800,000 გადაიბარა გიორგი უდესიანმა. გიორგი უდესიანის იმდროინდელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე ხვდება მამაჩემს და პირდაპირ ეუბნება, რომ ამ პრობლემებს თვითონ მოგიგვარებს, გაიქცა საკნიდან, ეგრეთ წოდებული შემოწმება პავერკას რო ეძახიან ციხეში. წინა დღეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ პატიმრებისგან, რომ თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, კუსტბის წილებს, პირდაპირ უთხრა უკვე აღარ უნდა მინიშნებები აღარ იყო, თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, დაგვემუქნენ გაუპატიურებით. რა თქმა უნდა, ხო 4 კედელში თავმოყარე კაცი როცა ზის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამის მოსმენა, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს. ციხიდან ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ TBC ბანკიდან კონკრეტულად აიღო $100,000. მე ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხი უნდა აგოს ამ ადამიანებმა. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენს სტუმართან ერთთან, პოლიტოლოგი ბატონი ედიშერ გვენეტაძე, ჩვენი გაცემის სტუმარი, მოგესალმებით ბატონო ედიშერ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმები მაყურებელს. ბატონო ედიშერ, ალბათ თქვენს ადევნებდით თვალყურს ამ ხარძიანის
საქმესთან დაკავშირებით იყო გამოკითხვები და უშუალოდ საქმესთან დაკავშირებული პირები, ბესო ხარძიანის და მისი შვილი, ადვოკატი, ასევე პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმეში. Აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისია სამართლიანობის აღდგენის თუ აი რაღაც გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ქვია აი სამართლიანობის აღდგენა. თქვენ რა შეფასებას გაუკეთებთ ამ ყველაფერს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატრიცემლო ტელემაყურებლებო და მინდა გითხრათ, ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ჩვენ დღეს მოწმენი ვიყავით იმ პროცესისა, რომელსაც ქვია 21 საუკუნის ფაშიზმი. ფაშიზმის გასამართლების დასაწყისი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ კიდევ რა იმალება ამ საშინელი ადამიანების უკან. იმ ადამიანებისა, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში რომ იტყვიან თუ კი რაიმე უსაშინლესი ურჯუკული ფორმები იყო ადამიანთა წამებისა, ყველა და ყველაფერი გამოიყენეს ქართველი ხალხის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღევანდელ დღეს მოვისმინეთ და ვნახეთ ისეთი საშინელი ისტორია ერთი ოჯახისა, რომელიც წარმომადგენელი საბოლოოდ კიდევაც შეეწირა ამას. ვინ წარმოიდგენდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო იმას, რომ ციხიდან გათავისუფლებული ბატონი ბესარიონ ხარძიანი დავლიდა ცოტა ხანი და შემდეგ ისევე იმ ძალების მიერ იქნებოდა ლიკვიდირებული, რომელმაც ძალებმაც მას ამდენი ვაება, ამდენი უბედურება და ამდენი საშინელება მიაყენეს, როგორც გარეთ ცხოვრების დროს, თავისუფალი ცხოვრების დროს, ისე შემდეგ საპატიმროში. ეს რაზე მეტყველებს? ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყო საშუალება იმისა, რომ ადამიანს თავისუფლად ესუნთქა, თავისუფლად ეცხოვრა და თავისუფლად განვითარებოდა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, საქმე შემდეგში მდგომარეობს. ბუნებრივია ბევრი დასვამს კითხვას, რატომ არ მოხდა მაშინვე ხელისუფლების შეცვლისთანავე ამ საქმეების წინ წარმოჩენა და იმ დამნაშავეების თემის წინაშე წარდგენა, რომლებმაც ამდენი უბედურება მიაყენეს საქართველოს. ბესო ხარძიანის ერთი ოჯახი სახე არის იმ უბედურებისა, რომელიც ტრიალებდა სრულიად საქართველოში და ამ პატარა ქვეყანაში 300,000 პრობაციონერი პატიმარი იყო. ანუ პოტენციური პატიმრები. 26,000 პატიმარს მოითვლიდა მაშინდელი საქართველო. მაშინ, როდესაც 1937 წელზე ლაპარაკობენ და იმ საშინელ 30-იანი წლების რეპრესიებზე საქართველოში პატიმართა რაოდენობა იყო 12,000, მეტი არა. რა იყო ახლა ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი? ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იყო ის ძალა, რომელიც ძალაც მართავდა ფაქტობრივად ოკეანის გაღმიდან საქართველოს. რომელსაც ეხმარებოდნენ ოკეანის გამოღმელი მათზე დაქვემდებარებული პარტნიორები და რომელთა ნებასად განახორციელებდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვირთხები. სააკაშვილის, ადეიშვილის, უგულავას და სხვა ასეთ ოდიოზურ ფიგურათა მეთაურობით. საქმე შემდეგში იყო, რომ როდესაც თქვენ ლაპარაკობდა, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, თქვენი მაყურებელზე მაქვს ლაპარაკი, აბსოლუტურად სწორი ბრძანდები და სწორი აქცენტებია იმაზე, რომ რატომ მაშინვე არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა. ვერ დაიწყებოდა. იმიტომ ვერ დაიწყებოდა, რომ მის საშინელი ძალა, რომელსაც ქვია deep state-ი, ხედავ დღევანდელ დღეს თქვენ როგორ საშინელ საოცარ წინააღმდეგობას უწევს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. იმ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელმაც 2 თვის განმავლობაში გააკეთა გაუგონარი საქმეები. ამ deep state-ის წინააღმდეგ. ორ საქმეს გეტყვით მარტო, რომელიც თქვენთანგანი წარმოიდგენდით, რომ ასე ერთი ხელის მოსმით იქნებოდა
განადგურებული ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება. რომელი თქვენთაგანი წარმოიდგენდით, რომ USAID ასე უაპელაციოდ იქნებოდა გაუქმებული. რომელი თქვენთაგანი წარმოიდგენდით, რომ ასე ყოველგვარი რაღაც მოკიდვებების გარეშე იქნებოდა სრულიად უგულებელყოფილი ეროვნული დემოკრატიის ფონდი. მე მგონი არც ერთი. და მაშინ, როდესაც ამ ჩვენს ხელისუფლებას ეს მაშინ რო დაეწყო, თქვენ დამერწმუნეთ, რომ მეორე, მესამე დღესვე პირობითად ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, წლებია ახლა, შეცვლილი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლება. მით უმეტეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო, ორი პრემიერ-მინისტრი ყავდა მოღალატეს, სულ-მცირე. და თქვენ ნახეთ, როგორი პარტიები იყო იმ კოალიციაში, რომელმაც შეცვალა ნაციონალური მოძრაობა. სხვებს აღარ დავასახელებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მათგანს მოვიტოვან. ეს იყო რესპუბლიკური პარტია. რესპუბლიკური პარტია, რომელიც წარმომადგენლებიც თინა ხიდაშელი. თინა ხიდაშელი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. რატომ ისა რა ქვია, ღმერთი არ გაიცინებს. შემდეგ ის ვიღაც ბუკა პეტრიაშვილი. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე იყო თინა ხიდაშელის ძვირფასი მეუღლე ბატონი დავით უსუპაშვილი, რომლებიც იყვნენ შტატიანი აგენტები უცხო ძალების. პირდაპირ თინა ხიდაშელი, ანუ ზედმეტსახელად მას უკვე შერქმეული აქვს ქართველი ხალხის მიერ თინა ტაივანჩიკი. ტაივანიდან იღებდა დაფინანსებას. ტაივანიდან არაფერ დაფინანსებას არ იღებდა. ეს იღებდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ არ გამჟღავნებულიყო, გადაირიცხებოდა. ეხლა მაყურებელს ავცე პატივთორე, მე უფრო სხვა ზედმეტსახელი ვიცი მაკალბატონი. ხოდა ბატონებო და ქალბატონებო, ეს უკვე რაზე მეტყველებდა? ეს იმაზე მეტყველებდა, რომ საქმე ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვიყავთ. და ამავე დროს მინდა ერთ მინუტად მნიშვნელოვან საკითხს მინდა მევაქციო ყურადღება. პატივცემულმა ჩვენმა წამყვანმა და შესანიშნავმა ადამიანმა ნიკოლოზ ბჟავანაძემ წერა ბრძანა იმის შესახებ, რომ ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილია და მე მგონი მინიშნებაც გააკეთა ბატონმა ნიკოლოზმა იმისა, რომ ის მასალები არ უნდა განადგურებულიყო, რომელიც იყო ეგრეთ წოდებული 27000 ფაილი. ხო ესეა ბატონო? კი ბატონო, კი. ეს არც შემთხვევაში არ უნდა განადგურებულიყო. მეც ვეთანხმები ბატონ ნიკოლოზს, მაგრამ ნახეთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს მიაქციეთ ყურადღება. ამ განადგურებას ესწრებოდა იმ ქვეყნის ელჩები, რომლებიც დღევანდელ დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლიან. ხო ეგრე იყო? კი ბატონო. მერე გამოდიოდნენ ეს ელჩები და ის ჟურნალისტები, რომელიც ჟურნალისტებსაც ფულს უხდიდა თურმე USAID. ნახეთ გუშინ წინ ჩვენმა პრემიერმა რა თქვა, 1400 ჟურნალისტს უხდიდათ ხელფას USAID. 1400 ჟურნალისტი საქართველოში დავერბობკებული ყავდა. 1400 ჟურნალისტის ოჯახს კვებავდა. და ესენი, რა თქმა უნდა, მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ. მე ვიტყოდი იმ ისა ოდიოზური მზია ამაღლობლის მეთაურობით, რომელ მზია ამაღლობელსაც დღევანდელ დღეს წარმოაჩენენ როგორც მეორე, როგორ გითხრათ, კომუნისტების დროს გახსოვთ ალბათ, ბატონო თქვენ ნიკოლოზ თქვენ ანჟელა დევისი იყო, და ამბები ყო ატეხილი, თავისუფლება ანჟელა დევისი ამერიკაში იყო დაპატიმრებული, თუ რაღაცა იყო, ერთი ისა რა ქვია, თმაგაჩეჩილი ქალბატონი იყო. ხო. რატო ვაქცევ ამას ყურადღებას? იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად ამ deep states და მათ მიერ წარმომადგენელ ქვეყნებს, მათ მიერ მართულ ქვეყნებს არ უნდათ კვალი დაეტოვებინათ იმ უბედურებისა, რომელი უბედურებაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მათივე ხელდასმით აქ ჩაიდინა, მათივე ხელდასმით რატომ ვლაპარაკობ? სწორედ ისინი უყმევდნენ გუნდრულ სააკაშვილს და რაცხდნენ მას დემოკრატიის შუქურად. ჩვენ გვახსოვს ზუსტად 20 წლის წინ 2005 წლის 9 მაისს მოსკოვში ჩამოვიდა პრეზიდენტი ბუში უმცროსი და შემდეგ იქედან პირდაპირ ჩამოვიდა თბილისში. თბილისში, როდესაც გამოვიდა ის სიტყვით, მან პირდაპირ უწოდა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა. ამის შემდეგ
ეს ჯაჭვური რეაქციით წარიმართა ყველგან და მე ნახეთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო ამ დემოკრატიის შუქურამ რა მოიტანა ეხლა თავად ამერიკის პირველი პირები ლაპარაკობენ და აგერ ბატონმა ტრამპმა თქვა პრეზიდენტმა ბუშმა და ისა გადასცაო საქართველოს რუსეთს ხო ესე ბატონო ხო ამავე დროს შემდეგ განა მიმართვა სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ რა ჩადიოდა სააკაშვილი და მისი ხროვა საქართველოში რა თქმა უნდა ყველაფერს კარგად გრძნობდნენ მაგრამ ის იყო მათი სუკინსინი ანუ მათი ძაღლის შვილი და ამ ძაღლის შვილმა თავად პატრონები და ამ ძაღლის შვილმა და მისმა ხროვამ თავად მათივე პატრონები იმ დონემდე მიიყვანა რომ ისინი იძულებული გახდნენ დათანხმებულიყვნენ მის შეცვლაზე თუმცა მე ფიქრობდნენ რომ ისა გავიდოდა გარკვეული დრო და ისევ დააბრუნებდნენ ამ სუკინსინებს ხელისუფლებაში კი ბატონო მე ხაი თქვენ საუბრობდით რომ აი ეს იმ ფაილებზე რომელიც განადგურდა ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები მე პირადად ვესწრებოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტებთან ერთად განხილვას სადაც წდებოდა აი ამ საკითხი უშუალოდ მოპოვებული მტკიცებულებების ჩვენ პირადად ჩვენ მე ნახე პირველი ეს ჩვენ გვანახეს მედიის წარმომადგენლებს ის კასტილებიანი კაცი რო აუპატიურებდა სამეგრელოში ადამიანებს და მაშინ გამოვარდნენ ეს ჟურნალისტები ეს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება არის მაშინ ეს გვარამიები მიშველაძეები და ვიღაცეები რო რას გვაყურებინებთ ამას და რა ვიცი ეს რა არის რა საშინელებაა და ეს ტომას ჰამერბერგი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში გამობძანდა მაშინ აი ამ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მაშინ აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე NGO სექტორი და ჩვენო ესო უკანონოდ მოპოვებული არისო და ამასო ვერ დაურთავთო საქმებსო და უნდა განადგურდესო და სახალხო დემონსტრაციულად განადგურდა მაშინ იყო ლექსო ჭიკაიძე მინისტრი და განადგურდა ეს მასალები ერთი რამე არის რომ ეს ამდენი ათასობით ფაილში რო შეიქმნა 27000 ზოგი 32-ს ამბობს ნუ თქვათ 27000 27000 ფაილის შექმნაში რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული მაგ ვინც იღებდა ვინც იყო უშუალოდ ჩართული ეს ადამიანები ვიზეც იყო ეს მე მთელი ოპერატიული სამსახური იყო აქ ხო მთელი სისტემა მოქმედებდა ეს ხალხი ვის სად არის სად წავიდა ეხლა დაიჭირეს მარტო რაღაცა ერთი 10 კაცი ხო იქ ვინც იყო აი ამ დანაშაულში მაგრამ აქ ასეულობით ადამიანი იყო ხო ამ ყველაფერში მონაწილე მე ვფიქრობ რომ აი ეს ყველაფერი ჩვენ ხო ვიძახით ეხლა deep state აღარ არსებობს უკვე განადგურდა ხო არა განადგურებული სამწუხაროდ ჯერ თავიდან ბოლომდე არა ნუ თავიდან ბოლომდე საერთოდ არც ერთი ბოროტება არ უნადგურდება და თავიდან ბოლომდე ეს რაბიც არა აქვს ჯერჯერობით ჩემი აზრია ხო ბატონო ეხლა ედიშე თქვენც კარგად იცით ეხლა ტრამპმა მაგალითად იუსაიდთან დაკავშირებით იუსაიდის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხო ბევრი გადაწყვეტილება აგრეთვე იქ იყო საუბარი თანხების იმაზე დაბლოკვაზე ეგეც არ დააკმაყოფილა იქ ძილი წინამდებობა არის ტრამპი ჩვენ ერთი რამე ვიცოდეთ ეხლა ტრამპი ძალიან ომახიანია განცხადებებში მაგრამ საქმეში როგორც ასეთი და საქმის კეთებაში ესეთი ომახიანი ვერ არის იმიტომ რომ პირველ საპრეზიდენტო მმართველობისასაც მან ფაქტობრივად ბევრი ილაპარაკა მაგრამ აი კომუნისტებს აქვს ნათქვამი საქმე ლაპარაკის ნაცვლადო საქმე როგორც ასეთი არ დაუდია იმიტომ რომ შიდა კინკლაობას გადაყვა მთელი აი ეს საპრეზიდენტო მმართველობა ეხლა ხედავთ ამ კაცს ხა მე მეთანხმები კი ბატონო მაგრამ თავარი ჩემთვის არის შედეგი ის რომ კი ბევრი რამე დაიწყო ეს პროცესები მაგრამ ბოლომდე მივა თუ არა ეს პროცესები აი ეს არის თავარი მან დაიწყო ლაპარაკი იმ შესახებ რომ მაგალითად ის რომ აი ეს იუსაიდი გაუქმდება მაგრამ აი სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება ამაზე მე თქვა რომ
რუსეთთანო ნანუ ჩვენო აი ამ უკრაინასთან რუსეთ-უკრაინის ომსო ერთ დღეში დავამთავრებთო ეს ერთ დღეში ეხლა თავიდანვე წარმოუდგენელი იყო და ეხლა სხვანაირად დაიწყო საუბარი ჩვენო რუსეთს დავაჩოქებთო მე შეცვალა არა რუსეთს კი არ დავაჩოქებთო მე იმედი მაქვს რუსეთი დათანხმდებაო იმასო რომ წამოვა დიალოგზეო მე ეხლა საუბრობს იმის შესახებ რომ რაღაცებთან მიმართებით ცოტა ცვლილებებს განიცდის, იმიტომ რომ წინააღმდეგობებს რო აწყდება რაღაცა გარკვეულწილად ეს ასახვას პოვებს. ჩვენ ტრამპის იმედი კი არ უნდა გქონდეს. არასდროს არ იქნება საჩვენო ხელისუფლება არსა. ჩვენი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თუ ეხა იმას დავეყრდნობით რომ ამერიკაში რაღაცა მოხდება და აი ამის მერე ჩვენ უნდა დავიწყოთ ესე არ იქნება იმიტომ რომ ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეხლა აი ეს ხალხი აი ეს ადამიანები ვინც ამაში იყო ჩართული ყველანი უნდა გასამართლდეს და ასევე არავინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ისეთი ადამიანები ვინც ამაში უშუალოდ პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ ეხლა ბატონო ედიშერ თქვენ რომ ამბობდით ხმამაღლა მაშინ მე რომ ამბობდი ამას ჩვენსა და იმ ხალხს შორის ვინც შირგვებში იყო რაღაცა უპირატესობა არ უნდა იყოს რა თქმა უნდა მე რო ვიძახდი კაცო და მე რო უპირისპირდებოდი და მაშინ სიცოცხლეს ვწირავდი და ჩემზე უფრო მეტად ხვები წირავდნენ მე არ ვიძახი მე არ ვარ ის კაცი რომ ეხა მე ბოდიშთა ციხეში მაინც არ ყოფილი ვარ და ზოგი ციხეში იყო ზოგი საშინელება გაიარა და მე იმ ადამიანების უფრო მაღლა ამყავს და მეც ურისკავდი მეც მონაწილეობდი გამოდიოდი ეთერებში საუბრობდი უპირისპირდებოდი ამ ყველაფერს და ზოგი გოგლი მოგლი ჭამდა და ეხლა ბიჭო ღმერთი ჯული რაღაცა ხო არსებობს ამ ქვეყანაზე რაღაცა ხო უნდა იყოს ჩვენ შორის ეხლა ამ პარლამენტში რო არის ხალხი რომლებიც ლაპარაკობენ ამ სააკაშვილზე სადიღავი შვილო ეს ბოდიში და იმ 9 წლის მანძილზე რა სოსკას წოვდი თუ ბროდიში და მართლა იმ ქალის არ იყოს 2012 წლამდეო მეო ბოდიში და იმას შვებოდიო და იმას შვებოდნენ ესენ იცკაცო და ამიტომ ვიძახი რომ აი ეხლა მაგალითად მუზეუმის გაკეთებას რა ის აქვს და deep state რაშუაშია აი რო შეიქმნა სააკაშვილის სისტემის მსხვერპლთა მუზეუმი აი გეკითხებით ბატონო ედიშე ამას ტრამპი ჭირდება თუ ამას ჭირდება რა ბატონო ნიკოლოზ აბსოლუტურად გეთანხმები არა ჭირდება ხო არ ჭირდება ამას deep state ვისაუბრებ ამის შესახებ არა ეს იცით რატო რომ აი ეს ბავშვები მომავალი თაობა უნდა მიიყვანო და ანახო კაცო ხო ამას ჩვენ მე ვლაპარაკობ და თქვენ აგოჩე რატო არსებობს მაგალითად ის ოსვენციმის ბანაკის მუზეუმი რატო არსებობს მაგალითად იგივე ფაშისტთან დაკავშირებული მუზეუმები რატო არსებობს იმიტომ რომ ის მარტო ის კი არ არის რომ ანახო რომ არ განმეორდეს აქ არის პრევენციული ზომა მუზეუმს პრევენციის ზომაც გააჩნია და ის რომ შენ ანახებ ეგ ერთია და ხვალდაზე რო ეგ არ მოხდეს იმიტომ რომ ის რომ ნახავს რომ ეგ ასაშინელება იყო ხვალ რო არ მოხდეს ეგ იგივე ხო ამას რა თუნდაც ეხლა ვერ გავიგე ტრამპი ბრძანებას გამოსცემს ამის თაობაზე ბატონო ნიკოლოზ თქვენ რასაც ბრძანებთ ამ მუზეუმის შესახებ სიტყვა ყოველ სიტყვაზე გეთანხმებით მე ერთს დავამატებ ამას ბოდიში ბატონო ედიშე ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ 5000 ლარიანი ჯარიმების ინიციატივა იყო ჩემი აქ ყავდა ერთი ადამიანი რომელიც ხელისუფლებასთან არის დაახლოვებული და რომ დაეთანხმა ამას ზუსტად მეორე თუ რამდენიმე დღეში მივიღეთ ხელისუფლება ჩვენ ძალიან ესეთი დაბეჯიტებით უყურებს ამ გადაცემას რო იცოდეთ და მე მათ მინდა მივმართო რომ ჩვენ ვართ გაწვდით აქედან იდეებს და აი ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი და იმედი ბატონო ნიკოლოზ მე სრულიად გეთანხმებით მუზეუმის შესახებ და მეც ერთ რაიმეს დავამატებდი მithქვამს მე ზოგიერთ ტელეეთერში და თქვენს ტელეეთერშიც მინდა დავახმოვანო ასეთი რა მეორე მსოფლიო ომი როდესაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თავად გერმანიაში ამერიკელები დადიოდნენ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სოფლებში ჩადიოდნენ გერმანელებს მოგეხსენებათ მაშინ შუქის ძალიან დიდი პრობლემა იყო და ჰქონდათ ეგრეთ წოდებული დვიჟოკები და ამ დვიჟოკების მეშვეობით უჩვენებდნენ ფილმებს რომელიც თავად გერმანელების მიერ დოკუმენტურად იყო გადაღებული რას აკეთებდნენ ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში
ამიტომ თუ ვინმე თავს ჩაუნავდა მოკიდებდნენ ქეჩოში ხელს ქეჩო ამ შემთხვევისათვის კისერია და თავია ააწევინებდნენ თავს ზემო და აყურებინებდნენ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ რას ჩადიოდა გერმანელი ნაცისტები ამიტომ ბატონი ნიკოლოზი რასაც ლაპარაკობს მე მას მინდა დაუმატო ის ახალგაზრდობის ნაწილი რომელიც დაბოდიალობს და იფურთხება და იგინება და რაებს არაკეთებენ ხოლოს და ბოლოს კაცო საჭმელში ჩაუფურთხევ ეს გერმანელ ფაშისტებს არ უკადრებიან რაც მაგათი კადრეთ მე მინდა შევთავაზო ასეთი იდეა რომ ის მათი ნამოქმედარი უნდა მიიტანონ სკოლებში და სკოლებში უნდა აჩვენონ. არ არის ბატონო ედიშერ საჭირო სკოლები მუზეუმი გააკეთონ მეთქი. აი, კაცო მუზეუმში ეხლა მუზეუმში ერთი წამით, მაშინ ერთი გიასალუქვაც მაგასთან ერთად ვლაპარაკობ. არ უნდა ერთი აი გეტყვით ერთ რამეს. ეხლა მუზეუმზე რატო ვლაპარაკობ იცი? ეხლა ამ სამართლიანობის აღდგენა, რაც ეხლა აი კომისია შეექმნა პარლამენტში, ამას ჭირდება დრო, ამას შეიძლება 1 და 2 და 3 წელიც დაჭირდეს ამ ყველაფერს, ხო? მუზეუმის საკითხი გადაწყდება თუ იმუშავე ოპერატიულად ერთ თვეში. შენობა აიღონ, მიიტანონ, ეხა იმას იმ შენობას დაცვა არ ჭირდება, ოქრო და ვერცხლი არ მიაქვს და ბრილიანტი ვერაფერს ვერ მოიპარავენ ისეც. აქ არის დოკუმენტური მასალა, ნივთები, მაგალითად იმ პიროვნებების, რომლებსაც რაღაცა გარკვეულწილად დაკავშირებული იყო სურათები, რაღაცა აი ისეთი ღირებულების მოგონებები, ჩემო ბატონო, მოგონებები, დღეს იძლევა მაგის საშუალებას ტექნიკა და ასეთ რაღაცა. ჩვეულებრივი ფირები, ყველაფერი. ანუ ეს ისეთი რამე არ იქნება, რომ რაღაცა აქ ეხლა, ანუ ამის გაკეთება არის ძალიან ნადვი. და ეხლა აი სკოლა რო დამთავრდება და გინა სკოლის პერიოდში ყველა ბავშვები უნდა მიიყვანონ, რა თქმა უნდა, ხა იქ მძიმე კადრებს ბავშვებს ვერ აყურებინებ. არ შეიძლება უყურო. ხო, აქ იქნება ოთახები, რომლებშიც შეიძლება ისიც აყურებინო ბავშვებს, რაც შეიძლება თუ ბავშვები არ იქნებიან მოზარდები, იმათ სხვა რაღაცას აყურებინებ, პლუს კიდე გაეცნობიან ავსებ და უცხოელები რო ჩამოვლენ, ოკუპაციის ხასთან რომ იყავთ და ზოგიერთი ბოდიში შარვალჩახტილი მიყავთ იქა, არ ვიცი. აი ეს ადამიანები, ის ელჩები, რომლებიც ჩამოდიან, გმირთა მემორიალზე რომ მიდიან და ყვავილები რომ მიაქვთ, უნდა მიიყვანონ ამ მუზეუმშიც და მე აღარ ექნება ცურვილი, ნაცმოძრაობასთან მივიდნენ და იქ დაждდნენ მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ დაждდე იმ პარტიასთან, ვინც შექმნა საქართველოში ფაშიზმი. ეს არის ქართული ფაშიზმი, რომელიც ქართული ფაშიზმი, აი ნაცისტურ ფაშიზმზე უარესია, რატო იცით? იმ ჰიტლერს რა თქმა უნდა ჰიტლერს არავითარი გამართლება არ აქვს და ნაცისტურ ფაშიზმს გამართლება არ აქვს, მაგრამ მიმა თავიანთი ჭკუით გერმანიისთვის კარგი უნდა და გერმანელ ხალხს არ ხოცავდნენ და ესენი ქართველებს ხოცავდნენ. ჰიტლერი და გერმანელები ხოცავდნენ სხვებს, გესმით? და ესენი ქართველებს ხოცავდნენ, კაცო. ესენი უარესები იყვნენ. არ გამიგოთ ისე რომ მე თქვენს იდეას რაიმეს და ამიტომ აი ეს იქნება აი იმ არა რა არის მე რაც უფრო იოლი გადასაწყვეტია რაც ადვილად არის გადასაწყვეტი მოდი ჯერ ეს გავაკეთოთ აი 5000 ლარიან ჯარიმება მე არ ვიცი შეიძლება სხვამაცა თქვა ეს იდეა მე ხა არ ვარ ის რომ დიდი წარმოდგენა მქონდეს ჩემ თავზე და ვაიმე და უიმე მაგრამ გამოიღო შედეგი ხო გამოიღო შედეგი დღეს რო იქ არ დაბოდიალობენ ეს ამის შედეგიცა ნათქვამია ხო იცი რუსთაველს აქვს დათამი შიში შეიქს სიყვარულსაო რო იცი კაცმა რომ 5000 ლარს დაგაჯარიმებენ და ეხა კაცი ეხა ფიქრობს ეხა რო არ გადამიხადოს იმ ფონდმა ეხა კი ფონდები იხდიან მაგრამ ფიქრობს მაინც ეს უბრალო კაცი ვაი და ფონდმა არ გადამიხადოს ამიტომ გაჭრა ამ ყველაფერმა ხო გაჭრა ხო და ეხლა ეს მუზეუმი იქნება მომავალი თაობისთვისაც იმ დიპლომატებისთვისაც რომელიც თითეული პროტოკოლში ჩაუწერ ჩამოიყვან იმ უცხოელ დელეგაციას წაიყვან იქ ანახებ ეხლა თუ არ ედობება არ ანახებთ მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ აი ამის გაკეთება ამას დიდი ხანია ვსაუბრობ მე და რატო არ გვაკეთებთ მე ვერ ხვდები ბატონო ედიშე რა მე გითხარით ბატონო ნიკოლოზ რომ სრულიად ვეთანხმები ამ თქვენს იდეას არა თქვენ რო ეთანხმებით ეს კარგია მაგრამ თავარია ისინი დამეთანხმონ ვინც საჭირო მე ვეთანხმები ჩემი ვეთანხმებით გამყრელიძის დასკვნას ხო და
მეტი ვინდა კიდე დავამატოთ თქვა, ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ასე უნდა გავაკეთდეს, იმიტომ რომ ყველა მასთან ერთად კარგი იქნება, უბრალოდ თუ ეს მე რაც ვთქვი, რომ სკოლებში, რაიონებში ამას უჩვენებენ და ეს ძალიან კარგად საქმეს გამოიღებს იმაზრით, რომ ერთხელ ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის ავადსახსენებელი, აკეთებდნენ, არ აკეთებდნენ, დადგმულია, არა დადგმულია და შესაბამისი მომზადებული ადამიანები თან უნდა ახდნენ ამ ფილმების თუ რაღაც იქნება მის ჩვენებას. ეხლა ეს არის ურთულესი საქმე. რატო არის თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ, როდესაც საუბრობდით ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იყო ამ საქმეში ჩართული. აი, უპირველეს ყოვლისა, ნიურნბერგზე დაისაჯა მთავარი სამხედრო დამნაშავეები. აი, მთავარი სამხედრო დამნაშავეები, ქართველი ერის წინაშე მთავარი დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. აუცილებლად ეს ყოველ მიზეზზე დარიცხი უნდა მოხდეს და ზელენსკის რომ ყავს ეს ხროვა შეფარებული იქა, აი ეხლა ამაზე წინააღმდეგობას რომ გააკეთებენ ის ჩვენი ეგრეთ წოდებული უცხოელი მეგობრები ხომ იცით ეხლა ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება ვინაიდან ეს ფაქტობრივად იქნება საბრალდებო დასკვნა და ბრალდება მათ წინააღმდეგაც ვინაიდან ისინი ყოველ წუთსა და ყოველ წამს ხარს უჭერებენ იმ ძალას რომელსაც შეფარებული ყავს ადეიშვილი რომელსაც შეფარებული ყავს ალექსანდრე მუხაძე იგივე კილერა კაცა აქვს შერქმეული იგივე ლორდკიფანიძე და ნახეთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და საქმე რაში არის აი ესეც ნუ და გავიწყდებათ გახსოვთ ის ჩვენი ქართველი მებრძოლები რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ და იბრძვიან ეხლაც და ზოგიერთი მათგანი როგორ გვემუქრებოდა ტანკებით გადაგივლითო ხომ არ დაგვიწყებია რომელიმე ჩვენთანაც აი ეს არის სწორედ ფაშიზმი და ბატონმა ნიკოლოზმა წერან ოდესაც ბრძანა ჰიტლერსო ეს საკუთარი ხალხის მიმართ არ გაუგებდა სრულიად გეთანხმები საკუთარი ხალხის მიმართ მათ ეს იმ რაოდენობითა და იმ ხარისხით რასაც ესენი აკეთებდნენ საქართველოში არც ერთ შემთხვევისათვის არ გაუკეთებიათ დაუჟილობის სინდრომმა გამოიწვია ის რომ დღევანდელ დღეს ნახეთ რა იდეოლოგია ჩამოყალიბდა საქართველოში. საქართველოში ჩამოყალიბდა საშინელი იდეოლოგია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომელიც საშინელი იდეოლოგია მდგომარეობს შემდეგში, რომ გავრცელდა ეპიდემია საქართველოში, რომელსაც ქვია ომიკრონი. რას ქვია ახლა მე COVID ეპიდემიაზე ვლაპარაკობ. კაცო, ნახეთ ბატონო ნიკოლოზ, როგორი სიტუაცია ორი უზარმაზარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ლაპარაკობენ როგორ დამყარდნენ სოფლიოში მშვიდობაო და რუსთაველზე გამოსული ზოგიერთი 200-300 კაცი ლაპარაკობს არაო ომი არ გვინდა მშვიდობა გვინდა ომი ახლა მითხარი ამ სიგიჟეს რა შეიძლება ეწოდოს ეს ხომ როგორ გითხრათ ეს ხომ ყოველგვარი წითელი ხაზების იქეთ გასვლა და ამას აკეთებენ ყოველ საღამოს და ამას ხავს თავიანთი იდეოლოგები. რა შეიძლება იმ სიგიჟეს ეწოდოს, რასაც მაგალითად გუბას სანიკიძე ჩადის საკუთარი შვილის მიმართ. წაკითხული მაქვს მამის მკვლელი. მაგრამ შვილის მკვლელები არა, ხალხო, წარმოვიდგინე შვილის მკვლელი, კაცო. ეხლა ნაციონალურ მოძრაობას რომ მოიყვანს ისეთ ბუთქუნა ბიჭს, როგორიცაა ის ლევანი. და ის ლევან სანიკიძე ბავშვი გაიყვანა მომსახურების სფეროდან. ამას ახლა ეს კანონით უნდა ისჯებოდეს და საქართველოში უნდა იყოს აკრძალული ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასეთი და ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია უნდა იყოს აკრძალული. ეს აუცილებლად უნდა აიკრძალოს. რა არის ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია? ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა ნახეთ რაში. ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო დაწვეს. მივიდნენ და წმინდანად შერაცხული 6 ღვთისკაცის საფლავზე მოშარდეს. მივიდნენ და ქაშუეთის ეკლესიაში აოხრეს. ქართულ სუნი ადიოდა ყარდა რასაშინელებებსაც იქ ჩადიოდნენ. რამდენი ხანია ის მასობრივი უკვე აღარ არსებობს ის მასობრივი
ეგრეთ წოდებული დემონსტრაციები, რომელიც ტარდებოდა თუ მოპროტესტებდა მიტინგები და გუშინ გავიარე რუსთაველს. ნახეთ როგორი აოხრებულია. ნახეთ როგორი წარწერებია. როგორი საშინელებებია. რა ხდება ხალხო, რა უბედურება. არა, მეც ვიყავი გუშინ. ჯერ ერთიც ეხლა ვერ ხვდები. ეს რუსთაველი ამათია, ჩვენი არ არის თუ რა ხდება. რაღაცა 20 კაცის გადაიკეტება ამ საღამოს რუსთაველი, ისედაც ქალაქში არის ძალიან ისეთი ბევრი საცობები და მოძრაობა არის ზაგმედ ჭირს. გადაკეტავენ კაცო ამ მოძრაობებს და მიდი მოვდივარ, ესე იგი ესენი გაივლიან, გამოივლიან, მე ესე იგი დადღაბნეს მთელი ეს შენობები და საერთოდ მე ერთ რამეს მინდა ვთქვა. იცით რა არის? მარტო რუსთაველს არ ეხება. მე ვფიქრობ ძალიან, აი 5000 ლარი ჯარიმა მარტო იმისთვის კი არ უნდა იყოს, რა ქვია ეს, როდესაც მაგალითად ქუჩას გადაკეტავენ. 5000 ლარი უნდა იყოს ასევე ჯარიმა, როდესაც ვიღაცა დადღაბნის მაგალითად კედლებს რომელიღაცა შენობისა. მთელი რო გაიარო, მთელი ქალაქი არის დადღაბნილი რა. ვიღაცა იქ დაწერს, რონალდინიოს დააწერს, ზოგი ბოდიში და იმას დააწერს, ფეხბურთელს დააყატავს, ვერ იქ მიწისქვეშა გადასასვლელებში ხოს. აი წადით, ჩადით, გინა ბელორუსში, გინა რუსეთში, გინა ეხა ამერიკაში სხვა არის კიდე სიტუაცია. ევროპის აი სადაც ის არის ნორმალური სიტუაცია, გინა შვეიცარიაში. არცად არ არის ასე დადღაბნილი ქალაქი, კაცო, რა უბედურება და რით ვერ გავიგეთ კიდე რომ ქართველზე ჭრის ის მხოლოდ რომ შიში შეიფს სიყვარული. ჩვენ ნებით ვერ ვაგებინებთ ამხა. რამდენი მაინტერესებს, აი ბატონო ედიში რამდენი ის ჩატარდა ღონისძიება, აი მაგალითად დასუფთავების ფული იყოფა სპეციალურად აძლევენ NGO სექტორს, აი დასუფთავების პროპაგანდისტული ესენი აქციები, რომ წავლენ, წაიყვანენ ბავშვებს, დაასუფთავებინებენ მაგალითად რაღაცა ადგილს ტყეში იქნება თუ სკვერში იქნება რომ და აჩვენებენ რომ აი დავასუფთავოთ ტყე, დავასუფთავოთ მაგალითად სკვერი, დავასუფთავოთ მაგალითად ზღვის ზოლი და მეორე დღეს ვიგივე სიტუაცია. არა, უნდა ჯარიმები, სხვანაირად არ ჭრის აქ. არ ჭრის. საქმე უნდა გვიცოდეთ რომ სამწუხაროდ ესია რომ საქართველოში აი უნდა მოქმედებს ეს წესი და ყველაფერზე ეს უნდა გამოვიყენოთ ეხლა და ამ რუსთაველზე დავიწყე და ბოლო ეხლა ვიცით რა არის კაცო რამდენი ხანი უყუროთ ამათ ბოდიში და ტრაკ გამოხეულიო დარბიან იქა უკვე სამარცხვინოები არიან უკვე რა უბედურება ეს საშინელებები ტიტულები გამოდიან ეხლა ბოდიში და იმათ ხო არ ვაქცევ ამ არხს რა ქვია პორნო არ ყავთ ხო არ ვაქცევ ეხლა რაც რეალობა იმას ვანახე მე ზოგი მემდებს რას ვანახებ კაცო და როგორ რანაირად და რაღაც მე რას ვუნდებ ხალხო ბრალს ეხლა შუა რუსთაველზე გამოდის ხალი და ბოდიშ და ისაქმებს არ რა გავაკეთო აი ესენი არიან ეს ნაცები ხო და ამას უნდა ვაყურებინოთ მომავალთაობას კაცო ეხლა საქმე რაში არის მდგომარეობს მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევისათვის მე ჩემი შინაგანი გადასახედიდან რაც არის რაშია საქმე ნახეთ იმ დედაკაცმა სალომემ ნომრიანმა აგენტმა რომ გაუგზავნა წერილი და მასთან ერთად ხელი რომ მოაწერა ვიღაცაებმა კიდე რა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსებმა რომლებიც პოლიტიკოსობას იბრალებენ ესენი ისეთი არიან პოლიტიკოსები როგორც მე ვარ იაპონიის ის იმპერატორი ნახე რა დაწერა იმ წერილში ერთ ფაქტ მიაქციეთ ყურადღება მეო შიშოფო რაიმეო მცირე ინციდენტმა და მცირე ისა ლეტალურმა შემთხვევამ ძალიან დიდი ლეტალური შედეგები არ გამოიღოს ესე რა უნდათ ახლა მაგათ იცით მაგათ უნდათ რომ იქ ვინმე დაარბიონ მე ასე ვფიქრობ და ამ დარბევის შედეგად ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან იმიტომ რომ პოლიტიკური გვამებად არიან გადაქცეულები რომ ვინმე მოკვდეს და ეს ტრაგედიით დასრულდეს რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას ნახეთ სერბეთში რა მიმდინარეობს სერბეთში გამოიყენეს ის რომ ჩამოინგრა სადგურის შენობა და რომლის დროსაც დაიღუპა 15 ადამიანი. მოხდა ეს ტრაგედია. დასაჯეს დამწეს რა ქვია დამნაშავეები, მაგრამ მაინც იმას აწვევიან რომ არ იქნა დასჯილი და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. რატომ ბატონებო? იმიტომ რომ ამ ძალას სურს ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული იმ საფრთხეების უფრო მეტად გაღვივება, რასაც ქვია ქვეყნის ხელისუფლებაში, ხელისუფლების ძალით ჩამოგდება და იმიტომ ლაპარაკობენ იმას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების
გათავისუფლება. რომელი პოლიტიკური პატიმარი არია ერთი მითხრა. ამ მითხრა ვინ არის პოლიტიკური სიტყვისათვის თქმისათვის დაპატიმრებული. ვინ არის პოლიტიკური ქმედებისათვის? ბატონო, თქვენ რას ამბობთ? ეხლა მე სხვათა შორის მე სერბეთში რაც ხდება, ეგ უფრო არის, იმ იქითკენ რომ მაინც ვუჩიჩთვლიან პრორუს პოლიტიკოსაც, იმიტომ რომ ვიცით რომ რუსეთთან უფრო კარგი ურთიერთობები აქვს და მაგიტომ არის იქ და არავით არის კავშირი მათ იმ ჩამონგრევასთან არ აქვს საქმე, რომ მიზეზი რო არ ჩამონგრეულიყო ის რაღაც სხვა რამეს მოიძებნა. მაგრამ თქვენ რას ამბობთ? კი ბატონო, მაგრამ თქვენ რას ამბობთ? ეხლა მე თქვენგან შეიძლება თქვენ მაგას გულისხმობთ, იმიტომ რომ სხვებისგან ანუ თქვენ ამბობთ იმას, რომ ესე იგი ჩვენ ეხლა რაიმე ისეთი რაიმე არ მოხდეს, რომელსაც არა ხო და აი რას ვიძახი? თქვენ ამბობთ იმას, რომ ეხლა ჩვენ რო ეგენი ავყვეთოთ, რო არ მივცეთ იქ აი ამ ტანტალი ამ რუსთაველზე, მე უარეს გააკეთებენ და ამიტომ იკანტალონ რუსთაველზე. იმი არ მოკლა მქონდა გარკვეულ დრომდე. გარკვეული დრო მიდის ესე ეხლა მე ზაფხული მოვა და ის ზაფხულში უფრო მე გახტილები გამოლეს საერთოდ. ხო და მომისმინეთ ჩემო ბატონო იარონ გახტილებმა და გახტილები როდესაც იქნებიან უპირველეს ყოვლისა თქვა ჩვენმა პრემიერმა ბიუჯეტი ივსება. ივსება შეავსონ. ეხლა მაგრამ ნახეთ როგორც ნანუკა ფონდარასტების ნანუკასნაირი ფონდარასტებს ლაპარაკობ ნანუკასნაირი ფონდარასტების ფონდები დაადაღდება ნახეთ რა ყივილი აქვს დატეხილი ვიღაც ქაჯაია ბაჩო ქაჯაია თუ რაღაცა ის ყივის დღევანდელ დღეს ნახეთ არიქა მიშველე დარმა 5000 გადასახადი თუ არ ქონდა შემამაცხონებულო გადასახადი და თუ არ გაქვს არაფრის თავი რას მიბანდალო ბიგა რომ მიდიხარ მეორე ნახეთ როგორი მაგარი ვაშკაცებია როგორც კი დააპატიმრებენ რომელიმე მათგანს ყვირიან ვაი დედიკონა მიშველე ვაი ისა უმძიმებს გომარებაში ნახეთ ის ვიღაც გიორგი ჩიყვაიძია თუ ასეთი უამრავია ამიტომ საჭირო არის იმაში გეთანხმებით მე თქვენ რომ შიში შეიქს სიყვარულსაო რო თქვა აუცილებლად ადამიანების მიერ არის მოგონილი კანონები ადამიანის მიერ არის მოგონილი დემოკრატია მაგრამ დემოკრატია როდესაც კანონებს ცილდება და დემოკრატიაში არ ჯდება იმ შემთხვევისათვის უნდა გამოიყენო ის ძალა რომელიც ხელისუფლებას აქვს ანუ ხელისუფალი ნახეთ როგორი მაგარი სიტყვა გვაქვს ჩვენ ქართველებს ხელისუფალი ხოდა ცხონებულმა ბაბუაჩემმა იტყოდა როდესაც არც ერთი გაგივა არც მეორე არც მესამე და არც მეოთხე მერე უნდა აიღო და უნდა ჟესტო ყურიზისიო ჟესტვას ამ შემთხვევისათვის მე პირდაპირ მნიშვნელობითავლაპარაკო ამ შემთხვევისათვის შესაბამისად არსებობს ჩვენი წინაპრები რასაც ეძახდნენ ვირის აბანოს და უნდა მიაბრძანო იმ ვირის აბანოში რომელი ვირის აბანო კეთილი უნდა ინებოს და უნდა იგემოს ეს აუცილებლობას წარმოადგენს ამიტომ მე ახლა როდესაც ვხედავ ამ პროცესებს გალაქტიონი ლაპარაკობდა იმ სარიყოს დღესავით არის ჩემთვის ნათელი და სიტყვის ჩემზე შთამომავლობაო ასევე ნათელი არის რომ ეს ძალა წარმავალია აი ბატონო და სულ მალე წარმავალია ახლა თქვენ წარმოიდგინეთ როგორ საშინო სიტუაციაში არის ძალას რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეყოლება ლიდერად და ამაზე ფიქრობენ რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს საქართველოში ლიდერად ან ლიდერად იყოს ჭიჭიკო ვაშაძე ან ლიდერად იყოს ჩემო ბატონო ნიკოლოზა გვარამია და ასე შემდეგ იმათა და იმათ წარმატება რომ არ უწერიათ ეს ხო ყველა ჩვენთაგანმა ვიცით ნახეთ გუშინდელ დღეს რა კონვულსიებში იყვნენ ჩავარდნილი ჯერ იყოთ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ არ უნდა მიიღოთ მაგათმა არჩევნებში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რატომ არ უნდა მიიღონ იმიტომ არ უნდა მიიღონ რომ მაგალითად ჩემთან ვინმე რომ მოვიდეს და ჩემისთანაც მოქალაქესთან მაგათი წარმომადგენელი იტყვე შეეკითხებიან ბიჭო თქვენ გამაგებინეთ ერთი საქართველოს და უკრაინის ნაკრები ფეხბურთს რომ ეთამაშებოდა ერთმანეთთან რატო უსურვებდით საქართველოს ნაკრებს წაგებას მერე ეტყვიან შეიძლება თქვან არაო არ უსურვებითო მაშინ რატო ყვიროდით იმას რომ უკრაინას ქულა ჭირდება და უკრაინა მძიმე დღეშია და ეხლა ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ რატომ იყავით გუშინდელ დღეს უმეტესობა ნაცების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე იმისა რომ საქართველოს დამარცხებულიყო სომხეთთან და რა დღეში ჩავარდით როდესაც ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
აი ამ პროცესების შესახებ უნდა იყოს აუცილებლად შემოძვირფასო მეგობრებო სახელმწიფოსა და ხალხის გაერთიანება, რომელიც კიდევაც არის. და მწევან deep state-ზე, როდესაც ვლაპარაკობდით ამ საკითხების შესახებ, არ შემიძლია ჩვენს მაყურებელს ასეთი რამ არ უთხრა. რატომ არ მოქმედებდა ამ დრომდე ხელისუფლებაო? მეგობრებო, მიაქციეთ ერთ რაიმეს ყურადღება. ნახეთ, როგორ ერთად ამოქმედეს იმ deep state-ელებმა ყველაფერი deep state-ის წარმომადგენლებმა სპორტსმენებში. ნახეთ რა გააკეთეს. ერთი ფეხბურთელი თუ დატოვეს, რომელსაც არ დაძალეს და არ ათქმევინეს, რომ ჩვენ ამ ძალადობისო ვითომ სახელმწიფოს დავასრულებ ბატონო ნიკოლოზ, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მომხრეები არა ვართ. ბიჭო, შემომაცხონებელია ისინი გონიერი ხალხია. თქვენ გონია იმას ვერ ხედავდნენ, რომ ეს მოპროტესტეები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყვნენ მიმართული და სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეუძლებელია. ეს შეუძლებელი არ დაგმო, მაგრამ საქმე რაში იყო? მათ რომ ეს გაეკეთებინათ, გაუკეთებდნენ ისეთ რაიმეს, რომ ფეხბურთს კი არა საერთოდ დაატოვებინებდნენ ყველაფერს. არ იყო ამის ფაქტები? ნახოთ, ამათ კი არა მარადონას გაუკეთეთ. ხო გახსოვთ ბატონო ნიკოლოზ, დიეგო არმანდო მარადონას მსოფლიო ვარსკვლავს რა გაუკეთეს? აი ეს ძალები აკეთებდნენ ამას და მე ნახეთ ის მორაგბეებმა გუშინ წინ გაგვახარეს, კვირა საღამო არ იყო, როდესაც 4-5 დღის უკან რო გაგვახარეს, მორაგბეებს გააკეთებინეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც 200 მილიონი ჩადო რაგბის განვითარებაში და ნახეთ ჩვენი რაგბი რა სიმაღლეებს იპყრობს. ამას ეხლა ჩვენ ბრიყვები კი არა ვართ, რო ვერ ხვდებით. აი ეს გვინდა შემოძვირფასო მეგობრებო, გითხრა და გაანალიზოთ, რომ პოლიტიკაში ერთბაშად ყველაფერი არ კეთდება. არამედ კეთდება ეს მეთოდურად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოიყვანეს და აყვირებინებენ იმას ცალკეული ხელოვნების დარგის წარმომადგენლებს. ანდა ამათ წარმოუდგენიათ ამ საცოდავებს თავები ოთარ მეღვინეთ უხუცესებად. თავები წარმოუდგენიათ ჩემო ბატონო იგალ ორქიფანიძეებად და ასეთ პიროვნებებად წარმოუდგენიათ თავი. და ეს ხალხი წარმოიდგინეთ ლანძღავს რობერტ სტურუას ლანძღავს ხალხო, ცოცხალ კლასიკას, რომელიც თბილისის ქუჩებში დადის საბედნიეროდ. აი ასეთ სიტუაციაში აყენებენ ისინი ადამიანებს და მეტიც მინდა გითხრათ, ნახეთ ფაშისტი ბოლოს აკეთებდა ჰიტლერი იმას, რაც ამათმა გააკეთეს. სკოლებში შევიდნენ, ბაღებში შევიდნენ და სკოლებისა და ბაღების ბავშვების გამოყვანა უნდათ ქუჩებში. რისთვის უნდათ? დიდი ეჭვია, რომ ეს უნდათ პროვოკაციისათვის. ამიტომ ეს ძალა არც ერთ შემთხვევისათვის საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნებაზე ზედმეტი არის, საერთოდ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და ნახეთ, შემდეგ არჩევნებზე რომ მოვიდნენ კიდევ, თქვათ, მიიღონ მონაწილეობა. იქ მე მაგალითად და ჩემისთანა მოხალხეები მას დაუსვამენ კითხვას. კი, მაგრამ როდესაც უკრაინის ხელისუფლება, ევროკავშირის ბიუროკრატია და ამერიკის ბაიდენის ხელისუფლება მოითხოვდა საქართველოს ომში ჩაბმას. მაშინ ერთ-ერთმა, რომელიმე ერთმა თქვენთაგანმა თუ გააკეთეთ საპროტესტო განცხადება, თუ დაუდექით ქვეყანას გვერდში. ბიჭო, მე როგორ შეიძლება ახლა რიგითმა ამომრჩეველმა ვაპატიო მაგათ უნდათ ჩემი შვილიშვილების და შვილების დახოცვა. არც ერთ შემთხვევაში. ბატონო, ეხა გუშინდელ თამაში ეხეთ თქვენ და მე საფტაცებული ვარ ჩვენი გულდის გუშინდელი გამარჯვებით. მე ვარ ყველა თითოეულ ქართულ გულშემატკივარს ულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. იმიტომ რომ ეხლა სომხეთის ნაკრები კი ცოტა დასუსტებული შემადგენლობით იყო, მაგრამ სომხეთის ნაკრებთან ყოველთვის გვიჭირდა ჩვენ თამაში. თან განსაკუთრებით სომხეთში. და აქედან ბატონო ნიკოლოზ, ერთ რაღაცა ჩაურთა და მე მახსოვს ახლა ხნიერი კაცი ვარ და არაც მთელი სეზონით არც ერთი თამაში რომ არ ეთამაშა თბილისის დინამოსთან თამაშობდა. ხო, განსაკუთრებული, ხო და ნუ იყო ტრადიცია იყო ასეთი. გასაგებია და ძალიან კარგად ვითამაშე ჩვენ. კარგი იყო რა, სტუდია არის. მაგრამ აქ მე უფრო სპორტულ მხარეს არ მინდა შევეხო, მე მინდა სხვა რამე შევეხო. იცით რა არის, ჩემთვის პირადად მიუღებელია თითეული ის ადამიანი, რომელიც აი იმ ძნელბედობის ჟამს, როდესაც საქართველოს საკითხი წყდებოდა, შეიძლება
იმ აქციების დროს არც ფეხბურთი გქონოდა, არც ის გამარჯვება გვეზეიმა და სამშობლოც არ გქონოდა და არ გაგვეზიარებინა გუშინდელი სიხარული, რომ დამთავრებულიყო სხვაგვარად საქმე და იმ ბოროტებას, იმ აქციებს, ვინც ედგა გვერდში, მე ვფიქრობ, არც თამაში უნდა წაიყვანოს იმ ადამიანმა, არც ექიმად უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში და არც მასწავლებელი უნდა იყოს და არაფერი არავინ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მე სახელმწიფომ არ უნდა გადაუხადო ფული ისეთ კომენტატორს, რომელიც ხედავდა განსხვავებულად რა ხდებოდა რუსთაველზე. აი ხა მე მინდა აი გიგა გვენცაძეს მიყავდა გუშინდელი მატჩის რეპორტაჟი და მინდა ხა წაგიკითხოთ, რასაც წერდა ის ამ აქციების დროს. წადი შვილო თამაში წაიყვანე, არ გესმის ეს პოლიტიკა და არ იცი რა. ერთი ეხლა მიდის სანახავადაო, ეხლა რო თქვი ეს ეხლა ის არ გითქვია შენ ამითი ლექსი არ დაგიწერია და ამითი ეხლა რაღაცა რამე არ შეგიქმნია. გასაგფთიანი ფრაზის გამო შენ ეხლა არავინ არ გაპატიებს სამშობლოს ღალატს და ესეთი რამე თქვა. მე ესე იგი საუბრობს ეს ადამიანი, მე საქართველო მიყვარს და როცა მიყვარს არ შემიძლია მისი რომელიმე ნაწილი მძულდეს, მაგრამ როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშის ცდილობ, არც სოკრატე ხარ, არც ეროვნება გაქვს, არც სამშობლო. ესე იგი, ეს ეხმაურება იმას, რომ ანუ თურმე იმ აქციის მონაწილეებს, თურმე აქციის მონაწილეების თავს ურტყამდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ ამით. ანუ ადამიანი რო ვერ ხედავს იმას, რომ პოლიციას მაგალითად ერთმა პოლიციელმა სხვათა შორის ისეთი ჯანმრთელობის მიიღო დაზიანება, რომ ეხა ბავშვიც არ ეყოლება, იმიტომ რომ მაშხალა პირდაპირ მოხდა იმ ნაწილში, რომელიც დაუზიანდა და ნუ ძალიან სავალალო. შენ რო ვერ ხედავ, რომ შენ ქალაქს წვავენ, შენ რო ვერ ხედავ, რომ შენ პოლიციელებს ესვრიან მაშხალებს, შენ რო კაი გასაგები არ გინდა ხელისუფლება, რატო წვავ შენობას, რატო ანადგურებ, რა შუაშია ეხლა პარლამენტის გადაწვა იმასთან, რომ ხელისუფლება ამას რო ვერ ხედავ, შენ და ხედავ იმას, რომ პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას, რომ აკავებს ადამიანებს და ამას აკეთებს ამერიკელი პოლიციელიც და შენ არ აგაქვს უფლება უკვე რომ მე ის სიხარული თანამონაწილე გამხადო. არ მინდა მე არც ესი კომენტატორი და არც ის ნაძირალა ის მინდა კიდე ეროვნულ ნაკრებში ექიმად ფეხბურთელებს მიეკაროს. იმიტომ რომ მე შეიძლება ადგეს იქა და პოლიტიზირება მოახდინოს იმ ნაკრების წევრები, რომლებიც ეხლა არც იციან რა ხდება ქვეყანაში, მივა იქა და რაღაცებს მე ვიცი ეს რა არის, რა სამზარეულოა ეს ნაკრები, ადამიანური ურთიერთობები, ეგ მარტო ფეხბურთზე არ არის ლაპარაკი, რომ მიდიან იქ ტრანსპორტით, იქ სასტუმროში არიან ექიმი, რომელიც ეხლა პოლიტიზირებულია და რომელიც ესე იგი ნაცი არის, არ უნდა იყოს იქ ეროვნულ ნაკრებში. დინამოს ექიმი ბოზიო დინამოს ექიმი ბოზიო რო იცახე, მართლა ბოზი არის ისა რა, ის დინამოს ექიმი და ბოზები არ უნდა იყვნენ ეროვნულ ნაკრებში. იმიტომ რომ ეს ვაჟბატონიც გამოდიოდა იმ აქციების დროს და თავზე ამხობდა ქვეყანას. და ვინც გადატრიალებაში რაღაცნაირად ჩართული იყო, არც ნაკრებს უნდა მიაკარო და არც საკომენტატორო ჯიხურს კიდე რა. ბატონო ნიკოლოზ დიახ. ისა, როდესაც ასეთი უმძიმესი სიტუაცია იყო შექმნილი, ეს ადამიანები სამწუხაროდ ასე იქცეოდნენ და მე მინდა დაგეთანხმო თქვენ შეფასებებში, ზოგიერთ შეფასებებში დაგეთანხმო და გითხრათ, რომ ამას აუცილებლად მისახედი არის, იმიტომ რომ არ შეიძლება სამშობლოს მტრებს ამართლებდე. სამშობლოს მტრობა არის ის, რაცაც ეს ადამიანები აკეთებდნენ, არ იმას რომ არ გაუკეთებია, თემურ ლენგს რომ არ გაუკეთებია და შახაბას რომ არ გაუკეთებია, ისეთ რაიმეს აკეთებდნენ, გადაწყვას აკეთებდნენ, სრულად გადაწყვას თბილისისა. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა კარსულისაგან უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილები, უნდა შევხედოთ ამას რეალობას, უნდა გავუსწოროთ მას თვალი და უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ასაგები. ჩემო ძვირფასებო, დავასრულებ ერთი რამ მინდა ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენ იმიტომ ჭირს, რომ 90-იან წლებში რაც მოხდა და შემდეგ
იმ სამბებს ვერ დავუსვით, ვერ დავარქვით თავისი სახელი. ეხლა დაერქმევა და დასრულდება აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი და მშვიდობა მიეცემა ქვეყანას. კარგი, დიდი მადლობა ბატონო ედიშერ, საინტერესო იყო თქვენ დასავლეთ დაგემშვიდობებით ამით. კარგად ბრძანდებოდ. ბატონი ედიშერ გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ზურფოს ტელემაყურებლებო და იმედია რომ დასვენებს გამოვიტანთ. იცი რა არ შეიძლება რომ გუშინ შენ საქართველოს სტრების გვერდით იდექი. საქართველოს ჩამოქცევას ცდილობდი და დღეს ვითომ არაფერი დადგე და იქ თამაში ფეხბურთის თამაში წაიყვანო და საქართველოს ნაკრების შტაბში იყო და ვითომ არაფერი გააგრძელო მოღვაწეობა. იცით რა, მოღალატეობა არ უნდა იყოს წახალისებული ამ ქვეყანაში რა. ექიმზე მიდგა საუბარი, მასაჟისტი ყავდა ჩვენ დინამო თბილისში აზორ გაბიტაშვილი. და ეს ადამიანი გარდა იმისა რომ თავის მოვალეობას პირნათად ასრულებდა, იმითაც დაგვამახსოვრდა და აი დისეულბურგში თამაშის დროს მოპარა ბურთი ფსაჯ და რომ არა მისი ეს ქმედება, ჩვენის ბურთიც არ გვექნებოდა აი ამ დინამო თბილისი დისეულბურგის თამაშისა და დღეს ინახება იქ საპატიო ადგილას თასთან ერთად ეს ბურთი და ამიტომ რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ამით დაგემშვიდობებით ზურფოს ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით უკვე ორშაბათს დღის შეჯამების გადაცემაში, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.